გამარჯობათ, მოგესალმებით, მეგობრებო, საღამომშვიდობისა, ყველას კარგი დღე, კეთილი დღე. გუშინ ჩავწერე თუ გუშინ წინ, ხო, გუშინ ჩავწერე ვიდეო, სადაც მოკლედ მოვიკითხე მეძაღლეები. ეხლა კარგად მომისმინეთ, რამოდენიმე საკითხს მინდა შევეხო. ბევრმა ჩემთაგანმა და მეგობარმა გამომწერმა, რომელიც მაფასებს და იდეაში ჩემს მოსაზრებას პატივცემს, ცოტა უკმაყოფილება გამოთქვა. მეგობრებო, კარგად მომისმენთ. მე არ ვამართლებ მაგ ფაქტს, რაც მოხდა. ვიდეოშიც აღნიშნული მაქვს და არც ის მითქვია, რომ მასე უნდა მოიქცეს ძაღლს ადამიანი. მაგრამ, როდესაც საქმე დგება ბავშვზე, რომელიც არის არასრულწლოვანი, 4-5 წლის ბავშვზე მაქვს საუბარი, რომელმაც არ იცის რას აკეთებს, რომელმაც ისიც არ იცის საერთოდ ძაღლის არსი რას ნიშნავს ზოგადად, ხო? ძაღლი მეც მყოლია. მეც მყოლია ძაღლი და კარგად ვიცი ძაღლს როგორ მოექცა ჩემი მეზობელი და ერთი სული მქონდა, ბავშვი ვიყავი მაშინ, იმის ის მქონოდა რაღაცა შესაძლებლობა და ძალა ან რაღაცა, რომ მე იმისთვის, ისეთი რაღაცა დამემართა, რაც ჩემ ძაღლს გაუკეთა. და კარგად ვიცი, რასაც ნიშნავს, როცა შენს საყვარელ ცხოველს, 4-ფეხა ცხოველს, ვიღაცა პირობითად რაღაცას უშავებს. ეს მესმის კარგად. მაგრამ, როდესაც დგება მომენტი, ეს კარგად გავითვალისწინოთ. გავითვალისწინოთ კი რა გათვალისწინება არ საჭირო. გავიაზროთ, როცა დგება მომენტი, ბავშვსა და ძაღლს შორის, 4-ფეხა რაღაც ცხოველის შორის და ვაყენებთ ისე საკითხს, რომ 4-ფეხა ცხოველი უფრო მნიშვნელოვანია იმ მოცემულ სიტუაციაში, რაც არ უნდა ხდებოდეს ამ ორ ძაღლსა და ბავშვს შორის, ხო? სულ რომ ბავშვი იყოს პირობითად დამნაშავე იმ ძაღლის მიმართ და რაღაცას ისეც რო უკეთებდეს. და ვაყენებთ საკითხს, რომ ეს 4-ფეხა ცხოველი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია და ჩვენ ვაგინებთ ამ ბავშვს, შეურაცხყოფას ვაყენებთ. დედას, მამას, ბავშვის, ისე ვაგინებთ, რომ მის მომავალს ჩვენ უფრო უმწარებთ ამ ყველაფრით და რო გადახედავს თავის იმას ვიდეოს მერე და რო გავა წლები და წამოიზდება და სოციალურ სივრცეს რო იმახსოვრება და რო გადახედავს და თავის თავს რო დაინახავს და როგორ გადაუარა ხალხმა იმის გამო, რომ ბავშვურად რაღაცა გააკეთა ისეთი, რაც შეიძლება მერე გამოასწოროს, ხო, მაგას მშობელი ეტყვის თუ ვიღაცა ეტყვის მეზობელი, რომ ასეთი რამე აღარ გააკეთო, ხო, ეს ჩვეულებრივ გამოსწორებადი ფაქტი არის. და როგორ გადაუარა მთლიანმა ხალხმა ძაღლის გამო, ის დამიჯერეთ, გაბოროტდება და უარეს გააკეთებს, უარეს იზავს. და მე რაც შეეხება რო ვთქვი, რომ მეთქი ძაღლს ჩამოვატყავებ, მე ძაღლის ჩამოტყავებას არც ვაპირებ და მასეთი რამე არც მინდა რომ გავაკეთო. უბრალოდ აკეთებთ ისეთ რაღაცას, რომ ადამიანი გამოიყვანეთ წყობილებიდან და გაამართლოთ ისეთი ფაქტები, რომელიც საერთოდ ბუნებაში გამართლებას არ ექვემდებარება, როცა ადამიანს ეხება. ბავშვობაში, კაცო, ვის რა არ გაუკეთებია, რამდენს ისეთი რამე არ გაუკეთებია, ან ძაღლისთვის ქვა არ უსვრია ვინმეს, მითხარით გადახედეთ თქვენ ყველამ თავ გულში ჩაიხედეთ. გულში ჩაიხედეთ და სიმართლე მითხარით სულ ყველამ, რომ თქვენ რო შვილი გაასეირნოთ ქუჩაში და პირობითად რაღაცა აიღო, კეტი, ჯოხი აიღო და ძაღლს მოუქნია, დაარტყა ძაღლს. ის ძაღლი კაი არაფერს არ აკეთებს, გაჩუმდა, გაჩერდა, ჩუმადარი, არკბენს, არაფერს არ აკეთებს. მე მაქვს საუბარი 4-5 წლის ბავშვზე. და თქვენ, ან შენიშვნის მიცემას აპირებთ შვილის მხრიდან და რაღაცა და უცებ გამლელმა დაინახა ეს ყველაფერი და მოდგა და აგინებს შენ შვილს. შენ შვილს აგინებს ბოლო დონეზე რა.
ან წაიღო შენი შვილის ეს გადაიღო ჩუმად კრისულად და სადღაც აპორწიალებს ამ ვიდეოს და აგინებს შვილს. ვინმე მიცის იმ ვიდეოს მერე რა მოხდა? იცის ვინმე? იქნება ის ბავშვის პრობლემა დასაჯეს. საერთოდაც და ძახთან მიკარება უკრძალეს. ვინმე მიცის რა მოხდა? ხო არავინ არ იცის. რაღაცა მოკლე მეტრაჟიანი ვიდეოებით რატო გამოგაქვთ? ბიჭო, ანალიზი მე მაგას ვერ ხვდები. მე მაგას იქნება იმ ვიდეოს მერე იმ ძაღლმა ბავშვს უკმინა საერთოდ. ვინმე მიცის, ხო არავინ არ იცის. და არ შეიძლება დავაყენოთ საქმე ისე და ანალოგიური ჩვენს თავებზე უნდა გავითვალისწინოთ, მეგობრებო, ჩვენს შვილებზე. მასეთი რამე რო თქვენ წარმოიდგინეთ თქვენ შვილს რო ვინმე შვილის რო გაუკეთოს მასეთი რამე. როგორ აპატიებთ მითხარით? ვიღაცა გამლელმა რო შეაგინოს იმის გამო რო ძაღლს ან ჯოხი მოუქერა და ან თუნდაც მტრედს ადგა და ქვაესროლა პირობითად. რატო არა გაქვთ რეაქცია თუნდაც იმაზე რო ცხარს რო კლავენ? ძღორს რო კლავენ, რატო არა გაქვთ რეაქცია? ისიც ხო ცხოველია. ზოოფილებზე მაქვს მე საუბარი, ახლა ჯანმრთელად მოაზროვნე ადამიანებზე არ მაქვს მე საუბარი, კაცო. აი მეძაღლეებზე და კატების და უფლებების და რაღაც ვირთხის და რაღაც ჩლიქის და რაღაცის უფლებების რატო არ გაქვთ ისინი, რა ქვია? რეაქცია მაგასთან დაკავშირებით, რომ ისინი რო კლავენ იმაში ბოინგში რო კლავენ ძროხებს, ღორებს, ცხვრებს მაგათ ხორცს რო ჭამთ, რატო ჭამთ საერთოდ მაგათ ხორცს, ხო? და გამო რაღაცა დაიცავი და აქ რო იძახით რომ არავინ არ აფინანსებს ევროპა რა შუაშია. ევროპიდან არის ეს ყველაფერი წამოსული და ევროპული ცნობიერებიდან არის მოსული და მაგათი მხრიდან არის სწორედაც აი ეს არასამთავრობო ორგანიზაციები დაფინანსებული და კიდე ქვე რაღაცა ორგანიზაციები, რომელიც მერე ძაღლის, კატის და რაღაცის უფლებების მქონე იმას ორგანიზაციებს აიმაშვრებიან, აყალიბებენ და იმაშვრებიან, ხო? ხო და მე მაგაზე მაქვს საუბარი, კაცო, ახლა ევროპა რა შუაშია, ახლა არა, აბა ვინ გმართავს, მითხარი 35 წელი ვინ გმართავდა რაც ეძიკას მოყოლებული დღემდე ვისთან ახარ თანაპარტნიორი, ეგრეთ წოდებული, ხო, ევროპასთან, რა ვიცი. იქიდან მოდის ყველა ზაკონი და იქიდან იმართება მთლიანად საქართველოს რა უნდა მოხდეს, წესი, კანონი, ვისი უფლება არის, ისი უფლება და ასე შემდეგ, იქიდან არის მთლიანად გამოგზავნილი ისინი, რა ქვია, ბრძანებები. ხო და ეგ ცუდად ნუ გაიგეთ, მე არ ვამართლებ იმ ფაქტს, რომ ბავშვმა ეგრე გააკეთა, მაგრამ იმ ფაქტს უფრო არ ვამართლებ და არ არის იმის საპირწონე, როცა ბავშვმა ეგრე გააკეთა და ვიღაცა შამბალა, ვიღაცა სირი ამხელა ჩამოსხმა რო აგინებს ბავშვს ბოლო დონეზე და რა ვიცი, შენი დედის სისა და შენი და შენი შეპატარა ნაბე რა სიტყვებია, ბიჭო. არა, ბიჭო, ანუ როგორ ჯერ მაგაზე საუბარი როგორ შეიძლება, თო? მაგაზე როგორ უნდა აუხსნა ეგ რო რა ასახსნელია ეგ მითხარით, კაცო. ჩვენ ხო ის ქვეყანა ვართ, რომ აქ ბავშვთა უფლებები, იმების, რა ქვია, მშობელთა და ქალთა და რა ვიცი, ყველასთან. რატო არ არის ეხლა ბავშვის უფლება დამცველი, გამოსული და გამოძრეული და რატო არ იძახის მაგას, რომ ბავშვის ვიდეო წააპორწიალეს სადღაც და აგინებინებენ, აბულინგებენ, რომლებიც საერთოდ რატო არ აკეთებენ? რატო არ რეაგირებენ შემთხვევით? რატო? იმიტომ ხო არა რომ ინტერესი აქვს არ გააჩნიათ კონკრეტული ან იმ ოჯახის მიმართ, იმიტომ რომ ის ოჯახი დაუშვათ არ არის პროდასავლული ოჯახი და რაღაცა ცოტა სხვა ორიენტაცია. რატო? აი რატო არ იმაშვრებთ, ხო? რა ვიცი, ხო, ანუ რა ვიცი, სად არიან ეს უფლებადამცველები? წესით ის ადმინისტრატორი უნდა დააკავონ, ციხეში უნდა ჩააჯინონ, იმიტომ რომ ბავშვის უფლებების დარღვევა არის პირდაპირ. ბულინგი. აბულინგებინებს ბავშვს, ხალხს. მოკლედ, არავის გეგონოთ, რომ მე მაგ ფაქტს ვამართლებ კიდევ და კიდევ ერთხელ ვიძახი, მაგრამ როცა ბავშვზე დგება საქმე, შვილზე და მით უმეტეს პატარა ბავშვზე და რაღაცა ოთხფეხა არსებაზე, იქ ბავშვის უფლებები უფრო მეტად
დაცული უნდა იყოს და ბავშვი უნდა იყოს იმ მოცემულ სიტუაციაში გამართლებული. რა თქმა უნდა, შეიძლება კაცო დაუწეროთ, რომ ის რომ კორექტულად დაუწერო, თუ რაღაცას უწერ და თუ საყვედურს აძლევ, ხო? დაუწერე რა, რომ რაღაც კორექტული შინაარსით დაწერე, ისე რა ქვია, ის ტექსტი. მაგრამ ეგ კი ბატონო, მაგრამ რო ადგეთ გახარ და აგინებ, ეგ არ არის სწორი, კაცო. ვაფშე რაზე ვხსნი რა. მოკლედ და აი ვინც ბოდიში ბოლოს ვიტყვი, ვინც აი ეგ შემოენძრიეთ, აი ბოდიში აი ბოლოს უნდა ამყრავლო პირი. აი ვინც აქ შემოენძრიეთ და ერთი პიროვნება იყო, რომელმაც საერთოდ ისეთი პირით გამლანძღე, რასაც მე დავუშვათ შენს მიმართებაში მაგას არ ვიტყოდი, მე შენი დედა მოვტყან ნომერი რატო არ დამიტოვე. არასწორი ხარ, ყლე ხარ, ბოდიში მომითხოვი ამ ხალხთან, მაგრამ არა კაცი ხარ, შენ დედა შევეცი მე. იმიტომ რომ კუანა ძაღლის ტრაკიდან ხარ გამოსული და მაგიტო. გაგიტყდა, მე ძაღლე რო დაგიზახე და ალბათ მაგიტო. მოგიტყან ძაღლი დედის მუტელი რა. ბოდიში აბა ხალხო, კარგად იყავით. გამოიწერეთ ჩემი არხი, კიდე მრავალი სხვა ვიდეოები იქნება ასეთი. კარგად იყავით.